მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დღეს ორშაბათია, 2 მარტი, გაზაფხულის პირველი გადაცემა. გილოცავთ ყველას გაზაფხულის შემობრძანებას, ქალბატონებს, დედებს, ულოცავ ხვალინდელ დღეს, დედის დღეს. დღევანდელი გადაცემა ჩვენ გვინდა რომ მხოლოდ პოზიტიურ ნოტაზე ავაწყოთ და იუბილარები, დასის იუბილარები შეგახვედროთ ჩვენ თეატრის ორი წამყვანი მსახიობი. ვიდრე სტუმრებს მოვიწევ სტუდიაში, მანამდე არაფრით არ შემიძლია არ გავიხსენოთ ჩვენ თეატრის მსახიობი ვალერიან მაზმიშვილი, რომელიც 100 წლის შესრულდებოდა. ვალერიან მაზმიშვილი ეკუთვნოდა სწორედ იმ მსახიობთა რიგს, რომლებიც ყველა თეატრში, ასე ვთქვათ, მუშა არტისტთა კატეგორიაში გადიოდნენ, ისინი თამაშობდნენ მნიშვნელოვან მეორე, მესამე როლებს, თუმცა ბატონ ვალიკოს შემთხვევაში ძალიან ბევრი მთავარი როლიც ითამაშა, ბავშვების საყვარელი მსახიობიც იყო და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა მოზარდ მაყურებელთა თეატრს. მივიწყებული სახეები, მივიწყებული სახელები არ არსებობს. ჩვენ თუ გავიხსენებთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენამდე მოიტანეს თეატრი, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ შემდგომი თაობისთვის. ახლა კი მე მინდა დიდი სიამოვნებით წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი იუბილარი, ჩვენი თეატრის წამყვანი მსახიობი დავით ხახიძე. დათო, პირველ რიგში გილოცავ დაბადების დღეს, გისურვებ ჯანმრთელობას, უამრავ შემოქმედებით წარმატებას გისურვებ, რასაკვირველია, სადაც იქნება ჩართული ჩვენი თეატრი, უპირველეს ყოვლისა, თუმცა შენ იმდენად ხშირად გიყენებენ კინემატოგრაფში, არის ხოლმე ცალკეული მიწვევები სხვა თეატრებიდან, მოკლედ ყველანაირ შემოქმედებით წარმატებას გისურვებ. მოდით ჩვენი დღევანდელი საუბარი დავიწყოთ იმ როლებით, რომელიც ამ წუთას არის რეპერტუარში. შენს რეპერტუარში ისე მოხდა, რომ სამივე ქართული ნაწარმოებია, ორი უკვე იხილა მაყურებელმა, ეს არის ნოდარ მაჭარაშვილის ავი მუსაიფი, სადაც მე ფერეკლეს თამაშობ და მიხეილ ჯავახიშვილის ლამბალო და ყაშა, სადაც ყაშას თამაშობს. სულ მალე 10 დღეში ჩვენ გვექნება ახალი სპექტაკლის პრემიერა, მეზუნია ჩიტები, სადაც ერთ-ერთ მთავარ გმირს თამაშობ ალექსანდრე ქოქრაშვილი, თანამედროვე ავტორის პიესაში. რა საერთო და რა განმასხვავებელი აქვს ამ სამ ქართულ გმირს, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, შეიძლება ყაშა არ არის ქართველი, მაგრამ ქართველი ავტორის დაწერილ გმირს. თეიმურაზი, ერეკლე და ყაშა ლაზარე რა საერთო ახლა ამ სამ პერსონაჟს შორის და რთული სათქმელია, მაგრამ რაღაც ეპოქა პრინციპში ეს ყაშა ლაზარე 100 წლის მერე ხდება საქართველოში, ხო? მიხეილ ჯავახიშვილის ლამბალო და ყაშას ისტორია 100 წლის შემდეგ ხდება ეს ამბავი და იქაც
იქაც აი ქართველების ამ გაუთავებელ დროსთან არსებობისთვის ბრძოლასთან რაღაცა ჭიდილები არ დამთავრდა ხო ჩვენი და უცხო საქმეში ჩართულობა ხო ან იქ თქვათ ახლა მაჭარაშვილთან აუმსაებში რა დოზით არიან ხო ქართველები ირანში ჩართულები და ის კი არა რაღაცა სახელმწიფო საქმეებსაც წყვეტენ იქ გარკვეულწილად დიდი როლი ითამაშა თქვა თეიმურაზმა ნადირ შახის მოყვანაზე სახელმწიფო მეთაურად ხო აქაც ახლა ექიმი პრინციპში ქართველმა კაცმა ძალიან ბევრი რამე შეცვალა თავისი ადამიანობით, თავისი გულწრფელობით, თავისი კეთილშობილებით. მე მახსოვს დათო, როცა დავიწყეთ ამაზე მუშაობა, ყველა საკითხული გქონდა არაერთ გზის ვიცოდით ნაწარმოები, მაგრამ რო დავიწყეთ სიღრმეებში შესვლა 100 წლის წინ დაწერილ ნაწარმოებში იმდენი დღევანდელი ამბავი ყვიროდა ფაქტიურად სოფლიო პოლიტიკის, არა მხოლოდ ქართული თითქოს განსხვავებასაც ეგ იყო ვერ იპოვი ხა ისეთი მსგავსება მაშინდელ პოლიტიკურ ამით გადანაწილებასა და დღეს რაც ხდება მე აი ახლო აღმოსავლეთში ბოლო 10-12 წლის განმავლობაში შენ მოგიწია 4 სხვადასხვა ნაწარმოებში უილიამ შექსპირის მონაწილეობის მიღება სრულიად განსხვავებულში ესთეტიურადაც განსხვავებულში 4 სხვადასხვა რეჟისორთან აბსოლუტურად აი ესე იყო და იყო ძალიან მნიშვნელოვანი როლები ყველასთვის საყვარელი როლები შეიძლება ყველა მსახიობისთვის როგორიც იყო თუნდაც მერკუციო ან კონსტებლი შინდი მაგრამ აი მაგალითად მეფე ზამთრის ზღაპარში პირველმა ითამაშე ქართულ სცენაზე და მეტი ქართულ ენაზე პრაქტიკულად არც დადგმულა მანამდე ხო არც მანამდე არ დადგმულა და მოხდა ისე რომ სწორედ ამ სპექტაკლში აი ბოლოს იყო აურზაური არაფრის გამო შენ აიღეთ სეზონის საუკეთესო როლისთვის პრემია და თეატროდნები წერდნენ რომ ისეთი ხო შტაბეჭდილება იყო აი თითქოს აი თევზი წყალში რომ იქნება ისე იყო ჩავარდნილი აი იმ გადაწყვეტაში იმ თუმცა მე ამას ვერ დავიბრალებ აი მაქეთ მივდიოდი სწორედ ეს არ იყო მხოლოდ რეჟისორის და ქორეოგრაფის დამსახურება თუმცა ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ რომ ამისთვის ხელი შეგვეწყო მაგრამ მოხდა რაღაც აი პერსონაჟული აზროვნება რო იწყება მსახიობის რომელიც ყოველთვის ვერ ხდება მაგრამ აი ამ შემთხვევაში მოხდა ზამთრის ზღაპრის შემთხვევაში ნამდვილად მოხდა შენთვის შექსპირის პერსონაჟებზე მუშაობა თუ არის რაიმე ტიპის განმასხვავებელი სხვა ავტორთან მუშაობასთან ხო კიდე გოგა თავაძის ქარიშხალი არა რა თქმა უნდა ახლა როცა შექსპირზე მუშაობ იქ სხვა პასუხისმგებლობაა და თავისთავად ცხადია ამ ყველაფერს სხვანაირად უდგები სხვა აზარტით ხო მაგრამ არ მე ყოველ შემთხვევაში ესე ვფიქრობ რა იმდენად გენიალური და ესეთი რაღაცნაირი საოცარი ავტორია დრამატურგია შექსპირი რომ ოდნავ გამოცდილება თუ გაქვს რაღაც ვთქვათ ხო სცენაზე მუშაობის მე მიყვარს მაგალითად აი კი არ ხას მიადვილდება მეთქი იმას კი არ ვიძახი მაგრამ აი მიყვარს შექსპირზე მუშაობა იმიტომ რომ ძალიან ბევრი საშუალებას გაძლევს ეს დრამატურგი არტისტისთვის არის საოცრად საინტერესო და სახალისო და ესეთი ლაღად გასაკეთებელი. მოდი შენს ახალ როლზეც გითხარი ორი სიტყვა დამშვიდობებამდე, რომელსაც 12 მარტს იხილავს მაყურებელი მეზუნია ჩიტები. მეზუნია ჩიტები, ალექსანდრე ქოქრაშვილის პიესა საყვარელი ადამიანი ჯიგარი. ალექსანდრე. ხო, ეს დაიწერა
95 წელს ეს პიესა და რაღაცა იმ ეპოქას მიუძღვნა ეს ამბავი ავტორმა. მაგრამ როგორც ყველა რაღაცა კარგი პიესა, ასე ვთქვათ, არ კარგავს ხო აქტუალურობას რა და დღესაც ბევრ რამეს საერთოს იპოვნი იმ ამბავში და რაღაცეები დღევანდელობას გავს, რა თქმა უნდა. ახლა კიდე სხვა თეატრში უშვებთ პრემიერას ბოლნისის თეატრში. 3-ში, 4-ში და 5-ში გვაქვს მარტს, ანუ ზეგ მაზეგ და კი ბატონო. ხო, იქაც პრემიერა მაქვს და ოღონდ ის არ არის ქართული ავტორი, მტრის კოსმეტიკა, ბატონო რუბიკონ თუ გახსოვთ პატარა მტრის ნიღაბი, ანუ იგივე ამელინოტოვის. გააკეთა, ხო, კაციანი პიესა. აკეთებს ლაშენოზაძე და იქაც რაღაც თავისებური. მე ის გადამჩენია გისურვო წარმატებები ჩემო დავით და ახლა შევხვდებით ჩვენს მეორე იუბილარს ვანო დუგლაძეს და გავიგებთ როგორი განწყობით არის ვანო დუგლაძე საკუთარ დაბადების დღეს. ჩვენი მეორე სტუმარი ასევე იუბილარი ვანო დუგლაძე. ჩვენ როგორც დათო შემთხვევაში ვანოსთანაც იგივეს ვამბობთ რომ ორშაბათია და მოგვიწია სტუდიაში შეხვედრა შენი დაბადების დღის ძირითად სცენაზე სპექტაკლის შემდეგ ილოცავთ ხოლმე ორივეს ხშირად ყოფილა ეგეთ შემთხვევა როცა ორივე ერთად გარხართ სცენაზე და მე გილოცავ კიდევ ერთხელ დაბადების დღეს და მე მინდა იგივე კითხვა დაგისვა რა არის შენთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრი? ძალიან დიდი მადლობა ბატონო დიმიტრი ბოწოისთვის დაბადების დღის მოლოცვისთვის პირველ რიგში სანამ პასუხს გავცემდი მე მინდა ამ YouTube არხზე ვუყურებ მე ამ ორშაბათებს რაც ძალიან მომწონს ეს გადაცემა და მე მინდა ვინც ეხლა დღეს უყურებთ ამას აუცილებლად მოიწონოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ეს არხი რომ კიდევ უფრო მეტი ამბავი მოისმინოთ ბატონი დიმიტრისგან რაც ძალიან საინტერესო და მოულოდნელია ხოლმე ყოველთვის ბატონი დიმიტრის მეხსიერება მართლა თვითონ იხსენებს არავინ დამხმარე არ ყავს და ეს არის საოცრება მართლა და ის ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ მოგონებას გახსენებას და ამ პატივისცემას და დიდი მადლობა ბატონი დიმიტრი მადლობთასაც შეფასებით ჩემთვის მოზარდ მაყურებელთა თეატრი არასოდეს არ ყოფილა საოცნებო თეატრი ბავშვობაში ნამდვილად არ მიფიქრია არასოდეს რომ საბავშვო თეატრის მსახიობი გავხდებოდი მაგრამ თქვენი დამსახურებით მე ამ თეატრში რომ შემოვედი მივხვდი რამხელა შესაძლებლობები არის აი ამ სიყვარულის გაცემის ბავშვებისთვის და ეს უკუკავშირი ბავშვებისგან იმდენად დიდია და იმდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის მათ ბედნიერ სახეებს რომ ხედავ ხოლმე მშობლების ბედნიერ სახეებს რომ ხედავ ხოლმე ეს მე მაბედნიერებს და როგორც ადამიანი ვფიქრობ რომ აი სწორ გზაზე ვდგავარ რომ ვემსახურები ჩვენს პატარა მაყურებელს და გამორჩეული როლი ხომ არ გაქვს მოდი ასე ვქნათ შენ ძალიან აქტიურად ხარ დაკავებული როგორც საბავშვო რეპერტუარში ისე
ხო, აი სხვადასხვა ცხოვრება, და აქედან გამომდინარე გავყოთ ეს, აი რა არის გამორჩეული საყვარელი როლი საბავშვო რეპერტუარიდან და სადიდო. ართული, აი გიგივია მშობელს კითხო, რომელი შვილი გიყვარს უფრო მეტად, იმიტომ რომ ყველა მართლა ჩემი შვილი ვით არის, როლზე როცა ვმუშაობ, მართლა თავს დავაკლავ ხოლმე და ხო, მაგრამ რომელიღაც უფრო გამოვიდა. ალბათ, არა? მგონია რომ სადაც აი ტანდემი, აი ჯგუფური მუშაობა, სადაც ყველაზე მეტად შედგა, მანდ მიყვარს ჩემი თავი ყველაზე მეტად და არა ინდივიდუალურად მე რო სიტყვაზე ურჩხური და ლამაზმანში გასტონი ძალიან მიყვარს ჩემი ეს რაღაცა პარიკიანი კიკინიანი ეს ჩემი დეგენერატი რომ მყავს და პანდა მიყვარდა ძალიან და მგელიც მიყვარს ძალიან და ყველა ძალიან მიყვარს. მაგრამ ოტელო შერხანი აი ყველა ძალიან მიყვარს მართლა შვილები ვით მიყვარს ყველა მაგრამ აი ოტელო მიყვარს განსაკუთრებით იმიტომ რომ აი მართლა დაწყებიდან დასრულებამდე რაღაცა ერთი ორგანიზმი ვართ ყველანი და იქ არ არის რომ მარტო მე რაღაცას ვაკეთებ მარიონეტებს ვამოძრავებთ სამი ადამიანი ერთდროულად და აი ამ დროს ყველაზე მეტად ვგრძნობ ხოლმე აი შემოქმედებით პროცესს და ხელოვნებას. და ოტელო აღმოჩნდა ის სპექტაკლიც, რომელშიც შენ უკვე ორი სხვადასხვა პრემია აიღე. და ეს გუნდის დამსახურებაა და არა. მაგრამ ეს ძალიან სახიერი იყო, იმიტომ რომ როგორც ბათუმში ფესტივალზე, ისე ვარნაში ფესტივალზე ბულგარეთში ეს იყო აღნიშნული და მე მეც გეტყვი და გაგახსენებ თუ გახსოვს როცა ჩვენ ყაზახეთში ვიყავით ამლეტით გასტროლებზე იქ ჟიურის ერთ-ერთი წევრი ყველოდა როგორ გნახა იაგოს როლში და იქიდან როგორ დაამახსოვრდი ასე რომ ეს ძალიან კარგია და თავისთავად ის რომ მოზარდ-მაყურებელთა თეატრში შენ გაქვს იმის შესაძლებლობა რომ შერხანთან და გასტონთან ერთად ითამაშო იაგო, ითამაშო კლავდიუსი, მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობის დისთვისაც და მაყურებლისთვისაც, რომელსაც შეუძლია გნახოს სხვადასხვა ამპლუაში. დიახ. და ჩვენ ძალიან კარგი გეგმები გვაქვს, როგორც ჩემი მონაწილეობით, ისე სხვა რეჟისორები, ძალიან საინტერესო სეზონი გველოდება წინ, ერთი სული მაქვს პრემიერები, როდის გამოვა და ყველას გელოდებით ახალ პრემიერებზე ერთად დავესწროთ და ერთად მე მაქვს რაღაცა პატარა ინფორმაცია მაქვს, რომ თქვენ უახლოს 3 პრემიერაში ხართ. 3-2 ვიცოდი და ხო, 3 პრემიერაში ხართ დაკავებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ერთი არის სათავგადასავლო უცხოური ნაწარმოები, ხოლო დანარჩენი 2 არის ქართული ლიტერატურის კლასიკა და უცხოური კლასიკური პიესა, მოკლედ მრავალფეროვნება მომავალშიც გელოდება. მე ის გადამრჩენია ვანიკო კიდევ ერთხელ მოგილოცავ დაბადების დღე, გისურვო წარმატებები არა მხოლოდ ამ სეზონში და არა მხოლოდ აქ, ჩვენ გველოდება ძალიან ბევრი საერთაშორისო ფესტივალიც, სადაც იგივე შენი იაგოს სარდგენა მოგიწევს, სხვა როლების სარდგენა მოგიწევს. ჩვენ დღეს ამით გემშვიდობებით, შევხვდებით 9 მარტს, შემდეგ ორშაბათს.